これは私の超特盛りです。そしてこちらには普通のサイズの牛丼ですね。いただきます。めちゃ美味しかった。お。こんにちは皆さん、テリチャンネルのテリです。ナノです。映画です。ひなたです。いつも動画を見てくれてありがとう。見てる通り今日私たちは西日暮里駅に着きました。そしてここで私たちは牛丼食べます。イエーイ I don't know if you can see Minasan, but we are truly very happy. Like all the time we are walking in the street and it's like, oh my god, we are finally here. そして the good thing is that we already get to use Japan time and we slept very well last night, so today 元気いっぱいで過ごすことできるからとても気持ちいいです。აბა როგორ მიეჩვია დროს იაპონიაში? მივიჩვია კარგად ვიცნობისე. უფრო მეტი ენერგიაც მაქვს. უფრო კარგი ხასიათიც მაქვს. ხო, იმიტომ რომ ეს დრები რომ ჩვენ მეტროში დაიმოჩიყავი ეკა. კანაკაჭი დათა. აქამდე მეტროში მოვედით და ერთი შეგვიშნეო. როდესაც ჩვენთან საქართველოში მეტროში ვსაუბრობ, იმისა მიუხედავად რომ მხოლოდ ერთი ხაზია, ყოველთვის ხვდებით ცუდად. ალბათ იმის გამო რომ ქვეშ ჩავდივართ. ახუთულობა და აქ საერთოდ არ მიგრძნია არაფერი. ხარი თვითეს ბევრი ადგილი გამოვიცვალეთ და უფრო დავაწყავთ შესაძლოა. それは良かったですね。გარის ჩემთვის იგივენაირად მეც საქართველოს ტრანსპორტში რომ ვზივარ, ცუდად ხვდები. აქ ყველაფერი რაღაცა განიავებულია, უფრო მეტი ჰაერია და ძალიან კარგი არის. 私たちは今皆さんハイウェイの下に歩いています。これはめっちゃ日本っぽいだね。ეს იაპონიაში არის ხოლმე უმეტესად ასე რომ იმის ქვეშ სიარული შეგიძლიათ. აი მაღლა ხო ხედავთ რაც არის? ეს არის მაგნიტური მატარებლის გზა არის მაღლა. ანუ ძღოლი არ ყავს ამატარებელს თავისით დადის. ხო. მეტად ის მომწონს რომ იმისა მიუხედავად რომ ამდენი შენობა მცენარეები არის ძალიან ბევრგან და ყვავილები კიდე პატარა იმების ქოჩნებით ხო ყველგან დევს აი ყველგან და ძალიან ბევრი განსხვავებული ყვავილია. あそこでラウンドリーのところですよね。そしてラウンドリーマシンは洗濯機ですね。でもこの店の名前は洗濯機ですよ。ケンタッキーみたいに。 ეს არის ერთ-ერთი ისეთი რაღაცა, რაც ყველაზე მეტად მენატრებოდა. სადაც არ უნდა წახვიდე იაპონიაში, მთაში, ბარში, ტყეში, ქუჩაში ხო ყველგან მეტროებში არის ეს, ამას ქვია vending machine. აი აქ არის დასალევი წყალი, თბილი, ცხელი და უცებ ესეთ საგინ სადაც ხარ რომ მოგინეს მაღაზიაში რო არ შეხვიდე და რიგში არის დღეს იყოს და უცებ ესე მიადებ ბარას ან ფულს ჩაგდებ და მიაჭერ აქ რომელსაც კიდე იმას გამოიყენებ. ვინატრები რომ ასეთი ჩვენთანაც იყოს. სადაც არ უნდა წახვიდე რაღაცა განსაკუთრებული ადგილის ყონა არ გჭირდება, იმიტომ რომ ქუჩები იმდენად ლამაზია. ეწოდება ქალა. ანუ ქუჩები იმდენად ლამაზია, რომ შეგიძლია უბრალოდ იარო და დაწყვეტილებით. კი, ჩვენც ყველაზე მეტად ეგ ვიყვარდა ხოლმე და აი ნახე 5 მეტრიც არ გამოგვივლია და აქაც არის vending machine-ები. ვაიმე რომ მაგარი არ ველოდი აქ ქართული რამე შეხვდებოდა. ეს საქმეც მაგარია. მაგარია. ეხლა უყურე რა ხდება, ეს ჯორჯია, ჩვენი ჯორჯია არ არის. და თავიდან მეც ჯორჯია მე. ეს არის შტატი. ამერიკის შტატის. ვიდეოში რომ ბევრი რო იძახის რომ ჯორჯია და რაღაცა კი, ეშლებათ ხოლმე. აი ხო ძალიან გაგიხარდა რომ ამ კანაში რაღაცა ქართული ნახე და სხვათა შორის მართლა აქვს აქ ქართული და მაგალითად ჭქმერს ამზადებენ. აი ძალიან ცნობილ ქსელურ რესტორანში და თებერვალში სპეციალურად გამოყოფილი არის ხოლმე რამდენიმე კვირა, როცა ჭქმერს ამზადებენ და მიირთმენ ასე პოპულარული ვარ სხვათა შორის. და ჩვენც ძალიან გვინდა ისე გასინჯვა და ამ დღეებში წავართ ჭქმეროსაც გავსინჯავთ. მოვასწრებთ. ოღონ ლოკალიზაციას უკეთებენ და ზუსტად იგივე გემო არ არის. ცოტა იაპონურ გემოზე არის მორგებული რომ ბრინჯთან ერთად ჭამო მაგალითად. სახლებში რო დაუბრუნდებათ ხოლმე. ნაგავი ესე გარეთ გამოაქვთ ამ პარკებით და მე სპეციალურად მაგალითად ჩამოივლის აპარატო ფადე გადასვლელი. რა ვიცი, ალბათ პირველი რაც მაფიქრდება, ცხოველის გარო არ დაზიანდა ეს ამინ რაღაცა. მაგრამ დიდად ძაღლი და კატა შეიჩნევია. სამაგიეროდ იაპონიაში ქარია. ქარი არა ქალა. ნუ
სამაგიეროდ ქარის გამო კი არა. ყვავები არიან ძალიან ბევრი იაპონიაში და ქექვაიციან ყვავები. მაგრამ იქ ანაგვიანებენ ხოლმე ყველა. ცხოველიდან გამოიცადე. ზარზაკატა არა, მაგრამ ქარის გამო. ここで吉野家も見えました。はい、ありがとうございます。ありがとうございます。აი მე სულ დამავიწყდა რომ ამეხსნა შემთხვევით. რა? სადაც შედიხარ იაპონიაში ნებისმიერ რესტორანში, გაძლევენ ცივ წყალს უფასოდ რამდენსაც გინდა და თუ ძალიან ცივა, ცხელ ჩაის და ასე შემდეგ უფასოდ. თან რამდენჯერაც გინდა. ეს ზარმოიწონა. თქვენ იმდენი რამე გქონდა მოსაყვარი და ასახსნელი. მართლა მაგარია. თან ეკას უყვარს ძალიან სითხეები და სულ უნდა რომ სხვას ყოლ. წალი განსაკუთრებით. კი, სულ წყალში თავს რაც ჩამოვედით. კი და თან ანუ ისიც ზოგადად თვითონ ნავში რომ ვიყავთ რაღაც ბევრი წყალი ვერსვით არ მაქვს მეც ამონაზღაურებული კიდედები დროს უსვადავს. სულ მიშრება. მეც ეგრე ვარ. ძალიან ზღამეც მეგუძება რომ წყალი დავდიო. Ineda, gohanchitaya sausage window. აი შე თითქოს მაი. Ineda, ფაზრი მომარატა. ფაზრი და. და ესე ბავშვები რომ იყავს ჩუქნია საფამოში. ეგ შეომჩნია ბევრგან თან. მაზუვა ნამნათაბეო და ფაზრი ასობონი. ჯერ ხო, სხვადასხვა ყველა რესტორანში სადაც არ ვაწაფიდე, ბავშვის თეფშს გაძლევენ ხოლმე, შენი თეწმენი რო გაუზიარო ბავშვს, ან კიდე ბავშვის მენიუები სულ ყველგან აქვს. ძალიან მაგარია. Mama. ცოტა მატეინატა, კორეეკანო. ეკა რადგანაც ცოტას ჭამს და ბევრი ჭამა არ შეუძლია. კი. პატარა მომიტანეთ. ვიცოდე? ანუ ეს ცაიფი. სული კაი აქვს. ასე. Пазеру. Мазва нам натабеоне хината. Соште пазрумо асобо. Корева ваташино чо токомори дес. Соште кочирани ва экано фуцуно сайзуно гюдон десу не. だからサイズでもこれぐらい違いですね。そしてこちらにはナノの分もあります。ヒネタはもう食べたからガチャガチャになりましたけど、これはお子様の牛丼です。ესენი აგაცალო გინდა ხოები. ხალხი მიყვარს საჭმელს. უეშეჭა პრობლემა არ არის. უბრალოდ მე ტერის გაბრაზებას დავიწყებ. უკვე. ხოთა ეკა 21 წლის რო გახდები, მე შინთან ერთად დავლებ ხოლმე. იაპონიაში თორე იქ კისო. ხო. მანამდე გამტაიმინასან. Finally from Japan. ჭაბა, გიუდონიც გავსინჯოთ. დავეწყოთ. იტადაკიმას. ეჩაკოიშკატა. ო მე რომ ჭირდება. უნდა ვჭამო ბევრი. გუერია. აი ჯერ მე ვიტყვი კამერო. ჩემთვის გიუდონის გარეშე ხო იაპონია არ არსებობს პირველი. როდესაც ჩამოვედი პირველი მაშინაც გიუდონი ვჭამე და აი თუ შეიძლება რომ რამე მაბედნიერებდეს, ერთ-ერთი არის გიუდონი ნამდვილად. ჩემი უსაყვარლესი საჭმელია. ძალიან მიყვარს. პირველად გავსინჯემი ეს. და სუნით ძალიან გემრიელი აქვს. გემოც, აი როგორ თქვა, არ ვიცი. ბილია. თან თხელი ხორცია. არ ვიცი, ძალიან გემრიელია. არ ველოდი, ცოტა ხახვი არ მიყვარდა და ამოვაცალე. ხორცი საკმაოდ წვნიანია და გემრიელი, რბილი. არ ვიცი, ძალიან გემრიელი. არ მართლა ძალიან გემრიელია, ხო? ხო. ყოველთვის ჩვენ იაპონიაში რო ჩამოვდივართ ხოლმე, პირველი და ბოლო საჭმელი არის ხოლმე ეს. ზოგადად ეს რესტორანი და ეს საჭმელი არის იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი. როგორ გემოხიცი?
აი თან დიდრული მემუაქ რაღაც რაი და თან აი სახის სატანსაც გავს. ისე კი ვამაყო ბეკათი მართლა. ეს ძალიან ცნობილი რესტორანი ქსელი არის და ზოგადად ეს არის ძალიან ხელმისაწვდომი ფასიც ყველასთვის და აი ისე არის მოწყობილი რომ უცებ სამსახურიდან შესვენებაზეც რო გამოხვიდე უცებ შემოირბინო შეჭამა და გახვიდე და თან ძალიან ანაყრებს. კი, ისეთი გემოაქ ნამდვილად. ეს მეც მაქვს ხოლმე სახში ბევრჯერ გაკეთებული, მაგრამ საჭრელი არ მაქვს რა, რომ თხლად დავჭრა ხოლმე ესე და ჩემი კიდე სხვანაირი გამოდის, მაგრამ აქაურ გემოს სხვა გემო აქვს რა მაინც. შენ ხახვი არ მიყვარს, მაგრამ მე რო ხახვს ჭამ აი ხახვშიც ამ ბრინჯშიც ამ ხორცშიც აი ისე ერთთანაბრად არის გადანაწილებული დაბალანსებული. ნეიტრალური გემოებია ძალიან და არც ძალიან მწარეა, არც ძალიან რაღაც წვნიანი და ყველაფერი ნეიტრალურია. სხვათა შორის ამის რო უყვეთავ შეგიძლია ურჩიო, რომ ხორცის წვენი უფრო მეტი ჩაასხან ხოლმე რა. შენზე არა, ყველგან ესე შენი გემოთი შეგიძლია შეთავაზო, რომ აი ასე გამიკეთეთ, თუ შეიძლება და მას გაძლევო რა. მე ისიც გამიკვირდა, რომ როცა შევუკვეთეთ, ძალიან მალე უკვე მოიტანეს რა. ისეთი საჭმელია, საკმაოდ სწრაფად მივიღეთ. ზოგადად ხო იაპონია განთქმული არის მაგით, რომ ყველა რესტორანში რაც საჭმელის არ უნდა იყოს, ძალიან მალე მოაქვს. და ეს არის ეხლა იმდენად ხალხი ხო არ ზის, მაგრამ როგორც კი 5 საათს გადაცდება, აქ იქნება სულ სავსე და რიგებიც კი იქნება გარეთ. ყველა სამსახურის დროს შემახურმე, რესტორნები ივსება მაგ დროს რა, ყველგან აბსოლუტურად, იმიტომ რომ სახში ძალიან ცოტა ამზადებს საჭმელს. იმდენად ხელმისაწვდომია, რომ ყველა გარეთ ჭამს ხოლმე და მაგიტო იმას შვებიან, ყველა რესტორანში მიდის ხოლმე საჭმელად. ეხლა საქართველოში წარმოგიდგენია? რას დამოკვირდი ისი? იაპონიაში სამოვედი ვარ. აი სულ ვცდილობ რომ გამოვიფრანჭო, ლამაზად გამოვიყურებოდე, მაგრამ იაპონურ საჭმელს დავინახავ თუ არა, მაშინ ვკარგავ Google Status. და აი თინეიჯერი ბავშვები რო არიან ხოლმე ხშირად აკომენტარებენ, ნანუ ეგრე ჭამს. სუროში ეგრე ჭამ. მაგრამ იმდენად რო ვიცით ხოლმე რომ იაპონიაში რო ჩამოვიდეთ რომ დრო შეზღუდული გვაქვს. მაქსიმალურად ვცდილობთ ყველაფერი და ბევრი ვჭამოთ ხოლმე ჩვენ. რო იქ რო ჩავეცი ხო ხედავთ შენს როგორ გვედატრება ხოლმე აქაურობა. მე და ნანოს მოკლედ ამდენი ჭამით იაპონიაში კუჭები გაფართოებული გვაქვს. Denominación ekava Taksanta Berunova. Naredekite nine desio. So usually she's eating very less food at home too. So more nakaipinata. Upa gaibse ხო? მთელი ცხოვრება ბებია ეჭხებოდა ამას, რომ საჭმელი ეჭამა მთელი ცხოვრება და დღემდე ესე დარჩა. ეხლა ჩვენ ცხოვრებით რატო? მიუხედავად იმისა, რომ მოვდიოდით, ყველაზე მეტად აინტერესებდა იაპონური საჭმელი. ხო გახსოვს იცახდა ირანს ჭამენ როგორი კულტურა აქვს და ყველაფერი მოწონს, ყველაფრის სულზე გიждდება და ორ ლუკმას ჩაიჭამს. ჯოქრა, ეგ ჩემ პრობლემა ალბათ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში სინჯობ. მე მინდა რომ ეგრე იყო. ხო. მე მინდა რომ შესაძლებელი იყო. მე თუ დავიწყე ხარ ჩერდები გეცი გუშინ შევჭამე 3 ნიკუმანი დავაყოლე კიდე ის კაფ ნუდლსები შევჭამე და რა ვიცი რამდენი რამე ვჭამე მე შევიწია მასე და მართლა გემრიელი იყო აუ ვიცი რა თეძერ არის ამას კარაქს და რამეს არ უშვებია მაგრამ კარაქის გემოს დაკრავს მოხარშულია ხო ეს თუ შემწარია მოხარშულია თავის соуსში სოსეჯი მოთაბიტე ქაჯიტე სოსეჯი და მე რომ მომწონს საჭმელი მინდება ძილი აი კარგად აი ბევრს რო შევჭამ გემრიელად მე მინდა დავიცილო ზოგადად ეგრეა ბევრი საჭმელი განძინეთ ისე მოეწონა ტოკიო და რომ დავიძინეთ ჩატში იწერებოდა მე აქ რჩები აღარ მოვდივარ ფაქჩები ანუ მონატრებული გემურვა ეგ მაგაც არის ეგრე ჩემი და გიუდონის ურთიერთობა არის ერთი ნახვით შეყვარება მოკლედ ჩვენ კარგად დასვენებულები ვართ როსაც მილეჩვით და დღეიდან იწყება ყველაფერი ჭამის დღიდან იწყება არ დავიწყებ არ გეგონოთ რომ ამას ჩვენ გავაფუჭებთ ანუ ფუჭად გამოვიყენებთ შევჭამ მე შევჭამ ამას ერი რამდენჯერ ჩამოვედით უკვე და ნახე ეთე ვარ გინდა არა მინდა მე მინდა კავაისოიანა ეკასუნა ისე ამას რო ახლა საქართველოში როგორც იყოს ისე რო სვამდეს ესმებოდეს აქ და კამენდარბავარ იყოს მე და ნანო ეწოდებოდა
მაგარია, მაგას ვიძახი, რომ ეგეც როგორც სხვანაირია, რომ საქართველოში ეს დასრულია უკვე აქ არ არის. აბა ეკა. გაგვიმარჯოს და იმედია გაგვიმარჯოს. კიდევ ჩამოხვალ მაშინ როცა დალევა შეგეძლებ. გამბაი. უმაგატა. ახლა მომიხედე თვალე, ასე ვიყავი სუცებში და გაფიცები, აი ძალიან რცხვენია, იმიტომ რომ მე მგონი ძალიან ცხოველი ვიქნები მოგვიჭა. ესე პურ ბეჭადა. ისი რა, თვალები დაგჭედები საცხელს დაადებ იმან შეჭამას. ახლა ეს რა მოსროდა? ნახე იქ უყურე ჰიჩრო მიდის. იჩირო საკანაქშონის იჩირო. სად არის? მე მგონი ახლა Kočica sama dešta. Hina tava kokode, yoshinoya kara moratta puzzle de asondiru. Hina tava puzzle daisuki desu yo. はいパスです I don't know if you want to know your day wrong. I'm not my DNA. Yoshinoya kara dete, mina totemo o naka ippai desu. Rogor mogetsona aba eka da sheni reaktsiebits მოგესიდეს. მართლა ძალიან გევრილი იყო. მომეწონა კიდეც დავაგემოვნე ასე პირველი საჭმელი იყო, ხო? რაც ხო საჭმელი ხო, კი შევჭავე. პირველი იყო და მართლაც კარგი. კარგი დასაწყისია. კარგი დასაწყისია მართლა. მე არ ვიცი, მე როგორ გითხარი, Yoshinoya is my first love. 私たちはいつも最初と最後の食べ物は牛丼ですよ。だからこれからもどんどんいろんなものを食べて、エカはどれが一番好きになるかとても楽しみです。ではということで今日のビデオはここまでです。最後まで見てくれてありがとう。次のビデオでお会いしましょう。またねー。